თუ გიყვართ რბილი, საღეჭი და უგემრიელესი იდეალი, ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა სცადოთ. დღეს ერთად მოვამზადოთ ეგრეთ წოდებული უგემრიელესი საღეჭი იდეალი. ვიდეო შენახვა არ დაგავიწყდეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში დაგვჭირდება 6 ცალი კვერცხი. ახლა დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი. ჩვეულებრივი ჭიქაროა 250 გრამიანი ძველებური, იმ ჭიქას ვიყენებ. ახლა ჩვენი მასა კარგად გავთქვიფოთ, გაფუმფულდეს, უნდა გათეთრდეს მასა. კადრში ჩანს როგორ მასას გულისხმობ, აი ზუსტად ასეც. ახლა უკვე შეგვიძლია დავამატოთ თაფლი, რომელიც გვჭირდება 4 კოვზი. ამ ეტაპზე მე თაფლი არ მქონდა, ხო და აი ამის გამო გამოვიყენე მსხლის მურაბის წვენი. საკმაოდ კარგი დგომა აქვს და თაფლსაც ააგავს. საერთოდ რაც სახში გამაჩნია იმ წუთას, იმით მომზადება მიყვარს. მე არ მიყვარს ამის გამო, რომ გავიქცე, ვიყიდო, რომ ვიდეო იდეალური გამომივიდეს. არა, უბრალოდ რაც სახში მაქვს, იმას გიზიარებთ. შეიძლება რაღაცეებით ჩანაცვლება და რატომაც არა. მოკლედ როგორც ნახეთ, აქ დავამატე 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი ძმარი. აი აქ კიდე დავამატე 1 სუფრის კოვზი კონიაკი. ახლა უკვე დავამატოთ ფქვილი. აი ამ ჭიქით ჩავყარე ზუსტად ჩაქარიც. ფქვილი დაგვჭირდება 4 ცალი 250 გრამიანი ჭიქა. ჩვენი ცომის მასა კარგად გადავურიოთ, მიქსერი აღარ გვჭირდება. და ბოლოს დავამატოთ 100 გრამი ნიგოზი. ცომის სისქეს ხედავთ, უნდა იყოს ცოტა სქელი, რთულად უნდა ჩამოდიოდეს კოვზიდან, რადგან ამ ეტაპზე ვაკეთებთ საღეჭ იდეალს. მიდევს უფრო რბილი და ფაფუკ იდეალის ფირფიტების რეცეპტიც. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და ლინკს აუცილებლად ჩაგიგდებთ. მოკლედ ახლა გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე. დაახლოებით ალბათ 30-30 იქნება ეს ჩემი ფორმა. ცომის მასა თვალის ზომით გავყავი 3 ნაწილად და ვაცხობ წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა ქვედა წვით დაახლოებით 200 გრადუსზე. მოკლედ ჩემი სამივე ფირფიტა უკვე როგორც ხედავთ გამოცხვა. ახლა კი გადავალ კრემის მომზადებაზე. დაგვჭირდება 1 შეკვრა, ანუ 200 გრამი ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი. თუ გინდათ რომ უფრო კრემი ჭარბობდეს და მეტი კრემი ქონდეს, მაშინ 400 გრამი კარაქი გამოიყენეთ და 2 შეკვრა შესქელებული რძე. მე ვიყენებ 1 შეკვრა შესქელებულ რძეს და 1 კარაქს. აუცილებლად ორივე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. როგორც დაინახეთ, საკმაოდ ნაზი, ჰაეროვანი და ფუმფულა კრემი გამოვიდა. ახლა უკვე ჩვეულებრივად ავაწყოთ. პირველ ფენაზე ნიგოზის მოყრა დამავიწყდა. თქვენ არ დაგავიწყდეთ. უხდება საკმაოდ. მეორე ფენაზე აღარ დამივიწყებია, აქ უკვე დავამატე. საკმაოდ ნორმალური ზომის ნამცხვარი გამოგვივიდა, თან არის უგემრიელესი. სიმაღლითაც კარგი სიმაღლე აქვს. საბოლოოდ ისე გააფორმეთ, როგორც თქვენს გულს გაუხარდება და მიირთვით გემრიელად. ახლა კი სულ ეგ იყო დაგემშვიდობებით, მადლობა რომ მიყურეთ, წარმატებული და ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ ყველას. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, მკითხეთ, აუცილებლად გიპასუხებთ. ბოლოს კი ტრადიციულად ვიდეოს გაზიარება არ დაგავიწყდეთ. წარმატებები.